სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ბიბლია ყოველ დღე და ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას, ფსალმუნი 95 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. მოყავ უფალო ყურის შენი და ისმინე ჩემი, რამე თუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ გლახაკი და დავდომილი არა მხოლოდ მატერიალურ სიღარიბეს გულისხმობს, არამედ სულის თავდაბლობას და რომელიც ესე იგი ღვთისწყალობის მისაღებადაა აუცილებელი. დავით მეფსალმონი აქ თავის სულიერ სისუსტეს აღიარებს, რაც ღვთისკენ მიბრუნების, ვთქვათ, საწინდარია. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ თავმდაბლობა ღმერთის ყურადღებას, ესე იგი, ვთქვათ, იპყრობს, რადგან ის ვინც თავს გაჭირებულად ხედავს, ღვთის მადლისთვის ხსნის გულს. მეორე მუხლი. იცევ სული ჩემი, რამე თუ წმინდა ვარ, აცხოვნე მონაიშენი ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ. ესე იგი, ბასილი დიდის გამარტებით წმინდა ვარ არ ნიშნავს, რომ დავითი ცოდვისგან, თქვა, თავისუფალია, არამედ ის, რომ ღვთის, ანუ ღმერთის ერთგულია და მის ნებას ემორჩილება, ანუ ეს თხოვნა, რომ ღმერთმა დაიცვას თავისი მონა, რომელიც მისი ნებისადმი ერთგულია და უნდა ითქვას აქვე მეგობრებო, რომ ჩვენს ადამიანები ყველანი სუსტები ვართ და ხშირად უნდა ვედროთ ღმერთს, რომ ესე იგი არ შევცოთ, აი როგორც წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს, ხო? ესე იგი ქრისტიანი როგორც აი გიტარის სიმივით დაჭიმული უნდა იყოს, სულ გიტარის სიმი ხო სულ დაჭიმულია ეს და ესები ჩვენც ქრისტიანები უნდა ძლიერად ვიყოთ დაჭიმულები ესე და არასოდეს არ უნდა მოდუნდეთ. თორემ ერთი პატარა მოდუნება და ესე იგი იქ მოყვება მეორე დაცემა, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ვაგრძელებთ მესამე მუხლიდან. მიწყალე მე უფალო, რამე თუ შენ დამი ღაღად ყავ მარადღე. ნუ მუდმივი ღაღადი გვიჩვენებს სულის მუდმივ კავშირს ღმერთთან და წმინდა დავით მეფსალმონის, დავით მეფეს ყოველდღიური ლოცვა არის მისი ნდობისა და დამოკიდებულების, ვთქვათ, გამოხატულება. შემდეგი. ახარე სულსა მონისა შენისასა, რამე თუ შენ დამი აღიღე სული ჩემი. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ ანუ ღრმა სულიერი ნახეთ, აღვიღე სული ჩემი მიგვანიშნებს სულს განძარცვაზე დავითი თავს ყველა იმის ღმერთს ანდობს, რათა მისგან მიიღოს სიხარული და ჩვენც უნდა ესე იგი რხინი აჭირია, პრობლემაა, გაჭირება, სიხარულია, ბედნიერება, თუ მასასტელია, თუ ბედურება, უნდა ესე იგი მიმართოთ, ვადიდოთ, ვადლობდეთ უფალს. რამე თუ მეხუთე მუხლი, რამე თუ შენ უფალი ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომანი გხადიან შენ. ღვთის ტკბილობა, სიკეთე, ხო, და ჭეშმარიტება მისი სრულყოფილი ბუნების გამოვლენაა, ხო? წმინდა ავგუსტინეს გამარტებით ღვთის მოწყალება, ხო, ღმერთის მოწყალება წყალსაზღვროა, მაგრამ ის განსაკუთრებით იმათვისა, ვინც მას გულით ევედრება. ყურადიღე უფალო ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა. გასაგებია, ხო? დავითის თხოვნა არა მხოლოდ სიტყვებია, არამედ მისი სულის ღაღადი, რომელიც ღმერთის ყურამდე აღწევს. ლოცვა ღმერთთან კავშირის ხიდია, მეგობრებო, და სულის სუნთქვაა, ხო, ლოცვა.
ივანე ოქროპირი გამარტავს, რომ ამ მუხს ღმერთი, ესე იგი, ისმეს არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ გულის ხმას, რომელიც მას ეძახის და ჩვენ ხშირად, ესე იგი, ვამბობთ ხოლმე და რაც არის, რომ უფალი გულს უყურებს, ხო, და არა ჩვენ გარეგნულს პირველ რიგში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესე იგი გარეგნული არ არის საჭირო, რა თქმა უნდა, მუდრეკა და მეტანია, ეს აუცილებელია, მაგრამ ეს თქვენ ეს მეორე ხარისხოვანია, რადგან მეორე უფალი ჩვენი იესო ქრისტე პირველ რიგში ჩვენ გულებს უყურებს. მეშვიდე მუხლი, დღესა ჭირისა, ჩემისასა, ღაღა თქვავ, შენ და მე რამე თუ ისმინე ჩემი, ასე იგი, გაჭირვების დღეებში ღმერთის ხმობა გვაზრს გაწმუნებს, რომ ის ყოველთვის ისმეს და ეს დობის გამოხატულებაა. ჭირში ღმერთისკენ მიბრუნება გვიჩვენებს, რომ ნამდვილი თავშესაფარი მხოლოდ ღმერთია. შემდეგ მერვე მუხლი. არა არს მსგავს შენ და ღმერთთა შორის უფალო და არა არს საქმეთა შენთაებრ. ესე იგი ღმერთის ერთადერთობა, ასე ვთქვათ, ყველა სრულ ღმერთების თუ კერპისაგან განასხვავებს მისი საქმების სასწაულები, მისი ესე ვთქვათ, ღვთაებრივი ბუნების მტკიცებულებაა. მეცხრე მუხლი. ყოველი თესლები რაოდენი ხმენ მოვიდნენ და თაყვანის ქცენ წინაშე შენსა, უფალო და ადიდებდნენ სახელსა შენსა. რამე თუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკვირველებათაი, შენ ხარ ღმერთი ხოლოი. ღმერთის დიადე მის სასწაულებში ჩანს, რომლებიც მის ერთადერთ ღვთაებრიობას ამტკიცებს, ეს მოწოდებაა, მეგობრებო, რომ აღიაროთ მისი ძალა. წმინდა ავგუსტინეს გამარტებით ღვთის სასწაულები ხო შექმნა, ხსნა, განახლება მის ერთადერთი ღმერთობას ადასტურებს, ასე ვთქვათ. მიძღოდე მე უფალო გზათა შენთა და ვიდოდე მე ჭეშმარიტებითა შენითა, იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისათა. წმინდა ბასილი დიდი გამარტავს, რომ გზათა შენთა, ანუ მიგვანიშნებს ღვთის ნებაზე, რომელიც სულ ჭეშმარიტებამდე მიყავს. შიში აქ არის ღვთისადმი ღრმა პატივისცემა, რომელიც სიხარულს მოაქვს. ანუ ღვთის გზაზე სიარული გულს ავსებს სულიერი სიხარულით, რადგან ის ჭეშმარიტებასთანაა დაკავშირებული. გესმით, ხო? ჩვენ ვაგრძელებთ, მეგობრებო, შეგავსებთ, ეს არის ფსალმუნი 95 და ჩვენ ვაგრძელებთ მე-12 მუხლიდან. აღიარო შენ უფალო, ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე. ყოვლითა გულითა ნიშნავს, მეგობრებო, სრულ განძარცვას, ასე ვთქვათ, და დავით ფსალმონი თავის ყველა აზრსა და გრძნობას ღვთის ქებას უძღვნის. წმინდა ათანასე ალექსანდრიელის გამარტებით მარადიული ქება გამოხატავს ღმერთის მიმართ, ღვთის მიმართ სრულ ერთგულებას, რომელიც სულს ამაღლებს. შემდეგი, რამე თუ დიდ არს წყალობა ის შენი, ჩემზე და დაიხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქვესკნელისა. ღმერთო უსჯულონი აღსდგე ჩემზე და კრებულმან ძლიერთამან იძიე სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა. უსჯულონი, ეხლა, წარმოადგენს ყველა ძალას, რომელიც სულს ღმერთის, ესე იგი, ღვთისგან განშორებას ცდილობს, ხო, მათი უგულებელყოფა ღმრთისა, მათი სულიერი სიბრმავი. ანუ ნახეთ, წრები, რომლებიც ღმერთს არ ითვლიან, საბოლოოდ დამარცხდებიან მისი ძალით. ეს გასაგებია.
ხო, საერთოდ უნდა იცოდეთ, უნდა ითქვას უпростоრად, რომ ერთად ჩვენ გვყავს ერთადერთი მტერი, ეს არის შმაკი, ხო, რომელიც მართლაც არასოდეს არ ძინავს და ის ცდილობს, რომ ყოველთვის დაგღუპოს და ესე იგი გაგანადგუროს და ყველანაირ ხერს მიმართავს, რომ ესე იგი ეს ადამიანი საწუწარკვეთილებაში ჩააგდოს, თქვა გაგაგიჟოს შიშებით, შფოთებით, პანიკური შემოტევებით, უძილოება, ესე იგი ღამე დაგძინავს, ფიქრობ და სხვათა შორის ამაზე მაქვს ცალკე გაკეთებული ესე იგი ვიდეო და ვისაც სულ შეგიძლიათ შევძანდეთ და ესე იგი მოვსმინოთ არზე. პანიკური შიშები წერია და ასე შემდეგ. კარგით, ვაგზელეთ მე-15 მუხლიდან და შენ უფალო ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ. ხო, ღვთის სულგრძელობა, მოთმინება და მოწყალება გვიჩვენებს, რომ ის არ ჩქარობს სასჯელს, არამედ ყოველთვის მზადაა ცოდვილთა მისაღება, თუ ისინი მოინანიებიან. ღვთის ჭეშმარიტება და მოწყალება სრულყოფილ ესე იგი წონასწორობაშია, რაც მის ღვთაებრიობას გამოხატავს. შემდეგ მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი. ძე მხევლისა შეიძლება მიუთითებდეს დავითზე, ხო, როგორც ღმერთის მსახურზე ან ქრისტეზე, როგორც მხსნელზე. დავითი ითხოვს ღმერთის ძალას, რათა გადარჩეს, ესე ვთქვათ, გასასწრელში, გაჭირვებაში. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, მე-17 მუხლი. ყავ ჩემთანა სასწაულ კეთილ და იხილეთ მოძულეთა ჩემთა და სცხვენოდის რამე თუ შენ უფალი შემეწიე მე და ნუ გეშინის მეც მე. სასწაული კეთილი არის ღმერთის ჩარევა, რომელიც არა მხოლოდ ხსნის, არამედ ადასტურებს ღვთის ძალას მტრების წინაშე, რაც მათ სიცხულს, ესე იგი სიცხულს მოაქვს. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ღმერთის სასწაულები ერთგულთან ნუგეშია, ხოლო მტრებისთვის მათი უძლურების მტკიცებულება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. მადლობა.